მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს ჰარმონია გზაშემეცნებისკენ, რომელსაც წარმოგიდგენთ კლინიკა ჰარმონია და ეძღვნება სამყაროს შეცნობისა და თვითშემეცნების საკითხებს. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რადგან სტუმრებთან ერთად ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდებს, როგორ დავადგეთ ფიზიკური, მენტალური და ემოციური ჯანმრთელობის გზას. დღეს წარმოგიდგენთ ინტერვიუს ფიზიკოსთან, ბატონ ვლადიმერ კოვტუნთან. გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენ საინტერესო პოდკასტი ველოდება. ჩვენ დღეს ვესაუბრებით ფარავნის ცილინდრების ერთ-ერთ ავტორს, ვლადიმერ კოვტუნს და ჩვენ ჩართო გვექნება მასთან რუსულ ენაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ მერე გადავთარგმნით და ქართულ ენაზე შეგეძლებათ მოისმინოთ ეს პოდკასტი. ალბათ ფარავნის ცილინდრების ავტორს კი არა შემსრულებელი და ის მასალები რომელთაც შეიქმნა და ეხლა ისტორიას თვითონაც მოგვიყვება, ეს მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩვენ ძალიან სერიოზულად ასე ვთქვათ გიორგის სწავლობით მოვემზადეთ იმისთვის, რომ ბატონი ვლადიმერ პავლოვიჩი ჩვენთან გამოსულიყო კავშირზე და აი დღეს გვაქვს ამის საშუალება, რომ თქვენ პირადად თვითონ ვლადიმერ პავლოვიჩის სახით მეიღოთ ეს ინფორმაცია. დავიწყოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ვლადიმერ. გაგვეცანით. ძირფასე მეგობრებო, მოხარული ვარ ძალიან რომ გაგეცნოთ. მე ვარ ვლადიმერ კოვტუნი. დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი საქართველოში, თბილისში. აქ სწავლობდი, მუშაობდი, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და რაც მთავარია, აქ ბევრი რამ ვისწავლე. ასპირანტურაში ვიყავი ნოდარ სინცაძესთან. გამოცდა ასპირანტურაში ჩავაბარე, თავად ლევ ლანდაუს უშუალო მოსწავლეს გივი ხუციშვილს. ჩემთვის ეს იყო შესანიშნავი დიდებული სკოლა, მეგობრობის სკოლა, სამეცნიერო სკოლა, ცხოვრებისეული სკოლა. ამიტომ მე დღეს სიხარულით გაგიზიარებთ იმას, რაც ვიცი და რაც შემიძლია. მშვენიერია, ბატონო ვლადიმერ. თქვენ აქ ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდით, ხო შეგიძლიათ დაწვრილებით გვიამბობ? არა, მე ვმუშაობდი არასტაბილურ იზოტოპებში. ამჟამად ეს არის იზოტოპების დაყოფის ეროვნული ცენტრი თბილისში. იქ ისევ მუშაობენ ჩემი მეგობრები, ჩვენ შევინარჩუნეთ კონტაქტები და რომელ წლამდე იყავით საქართველოში? 99 წლამდე. მაშინ რა თქმა უნდა გასაგებია საერთო ვითარება ტურბულენტური იყო. ჩემი მეუღლე კი ლენინგრადელია და ჩვენ აქ გადმოვედით. რა თქმა უნდა მახსოვს ყველაფერი სიკეთე, ყველაფერი სითბო, მაქვს კონტაქტები. 36 წელი გავიდა. და რაც ყველაზე ნათელი და შესანიშნავია, აი 36 წელი გავიდა, რაც წავედი საქართველოდან და ჩემი მეგობრები, ქართველები, ამ დრომდე უვლიან მამაჩემის საფლავს. აი მეგობრებო, ასეთი მეგობრობის წინაშე შეიძლება მუხლი მოვიყაროთ. რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა? ყველაფერი წარმავალია. ხოლო მეგობრობა რჩება. ნამდვილად ასეა. ახლა მოდით გადავიდეთ კონკრეტულ ჩვენს შეკითხვაზე, რაც ეხება ფარავნების ცილინდრებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თქვენ ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ბედმა გაგიღიმათ და აღმოაჩინეთ თბილისში. თუ შეიძლება დათვლებით მოგიყევით, როგორ იპოვეთ და რამ გიბიძგათ, რომ აღგედგინათ ფარავნების ცილინდრი? სიტუაცია ძალიან საინტერესო იყო. როგორც ჩანს, ცხოვრებაში არაფერი შემთხვევით არ ხდება. 73 წელს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ნატალია, ლენინგრადის სამუსიკო სასწავლებლის სტუდენტი. ეს 72 წელს იყო და 73-ში ჩამოვედი ლენინგრადში მასთან და ბუნებრივია გოგონამ გადაწყვიტა ეჩვენებინა ყველაზე ლამაზი ადგილები, ერმიტაჟი, ეკატერინეს სასახლე, პავლოვსკის სასახლე, მუზეუმი. თუ თქვენ ყოფილხართ პავლოვსკის სასახლე მუზეუმში, ამ სასახლის ვესტიბიულში კედლის გასწვრივ დგას 12 ცრუ ეგვიპტური ქანდაკება და ხელში უცნაური ცილინდრები უკავიათ. ჩვენ გავიარეთ ექსკურსია და ექსკურსიის დასასრულს ექსკურსიამ მძღოლს ვკითხე, რა არის ეს? მან მითხრა, იცით, არავინ არ იცის. არის ვარაუდი, რომ ეს არის
დახვეული პაპირუსი, ან შეიძლება საკაცის სახელურები. ხო, რა თქმა უნდა, ფარაონები დაათრევენ საკაცებს, ხო წარმოუდგენელია. შეიძლება რაღაც წმინდა ობიექტები იყოს. თბილისში რომ დავბრუნდი, კითხე ჩემს მეგობრებს, რომლებიც ისტორიულს სწავლობდნენ, რა შეიძლება ეს იყოს. მათ არ იცოდნენ, წიგნშიც არაფერი არ იყო ნათქვამი. და მიმავიწყდა. გავიდა 3 წელი, 1976 წელი დადგა. სპორტით ვიყავი აქტიურად დაკავებული. მეგობარი მყავდა რუსლან კაბაკბოლსკი, ისიც სპორტზე დადიოდა. თუნუქზე მუშაობდა. და ძალიან გატაცებული იყო ძველებური სამკურნალო რეკომენდაციების შეგროვებით. ერთხელაც მოვიდა ჩემთან და ხელნაწერი რვეული მოიტანა. ჩემი შეფასებით ეს იყო მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედი. Იმიტომ რომ რუსულ ენაზე ახალ ორთოგრაფიაზე გადასვლის პერიოდის ხელნაწერი იყო. მე გადავხედე, ძალიან საინტერესო იყო. და 46 გვერდზე დავინახე ადამიანის ნახატი. პრიმიტიული ნახატი და ხელში 2 ჯოხი ეკავა. ჩემთვის მათ უკვე დაავარქვი ფარაონის ცილინდრები. ეს იყო გამოცანა, რომელმაც მე დამაინტერესა, მაგრამ უკვე მავიწყდებოდა. და ვკითხულობ საოცარ რაღაცეებს, რომ ეს ობიექტი გამოიყენებოდა ღმერთებთან კავშირისთვის. საკუთარი ენერგეტიკის ასამაღლებლად, ენერგეტიკას მე ვამბობ, თორე იქ არ იყო ეს სიტყვა ნახსენები. და პრაქტიკულად სრული რეცეპტი იყო დამზადების. რაღაცები ძალიან გაუგებარი იყო. ახსენები იყო თუთია, სპილენძი, რაღაც შემავსებლები, გაუგებარი თიხის ბრინჯაოს შენადნობი. ასეთი ჩვენ არ ვიცოდით. ენციკლოპედიებში ეს სიტყვები არ არის. გლინივая ბრონზა, თიხის ბრინჯაო. დაახლოებით 1 თვის შემდეგ ჩემს ინსტიტუტში ვესაუბრებოდი ქიმიის განყოფილების გამგეს ორჯონიკიძეს. არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, გონება ნათელი, განათლებული და კითხე, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. მან მითხრა, რომ როდესაც ალუმინი აღმოაჩინეს, მას უწოდებდნენ გლინის. ყოველ შემთხვევაში რუსულ ენაზე, იმიტომ რომ მისგან მიიღება ალუმინი. და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, რომ მესამე კომპონენტი ეს არის ალუმინი. ბუნებრივია წამოიჭრა კითხვა. მოდით, ვცადოთ, გავაკეთოთ. და რადგან ძლავრი ბაზა არსებობდა იზოტოპების, რაც დინდოდა ყველაფრის გაკეთება შეგეძლო, წადით გავაკეთეთ უხეშად, როგორც მე გვიანებით გავიაზრე არასწორად. ჩვენ სპორტულები ვიყავით, ვერაფერს ვერ უგრძნობდით, ცოტა ჩხლეტას და მორჩა. და აი უფროსები, ბებია, შობლები, მამები, დედები ამბობდნენ ხელში აღებისას, როგორი სასიამოვნოა, თავი აღარ მტკივა, ვიღაცამ თქვა, რომ მაღალი წნევა მქონდა. და ეხლა კი მესიამოვნა, შუბლი ოფლით დაეფარა. და მე მივხვდი, რომ სამედიცინო მახასიათებლებს ფლობდა ეს საგანი. არ მქონდა საშუალება, რომ კვლევები მეწარმოებინა და ამიტომ სახლში იდო ეს საგნები. ჩემი მეუღლის დედამ დაიწყო მისი გამოყენება და სკოლაშიც დაჰქონდა. ის მასწავლებელი იყო დაწყებით კლასებში და მასწავლებლები მოდიოდნენ მასთან, რომ დაეჭირათ ხელში ეს საგანი. ეს აქ იყო თბილისში? დიახ, ეს თბილისში ხდებოდა. და აი, ესე იგი 93 წელს საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი წარმატებით და დამნიშნეს
იზოტოპური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მთელი ჩემი გონებით, როგორც ფიზიკოს თეორეტიკოსი, წავედი ამ მიმართულებით. დადგა 99 წელი, რაც გარდამტეხი მომენტი, აღმოვჩნდი ლენინგრადში, ვმუშაობდი ინსტიტუტში, როგორც პროფესორი ფიზიკის კათედრისა, ვკითხულობდი ლექციებს და ბევრი დრო გამიჩნდა. ექიმებთან დავიწყე სიარული. ვეუბნებოდი, რომ საინტერესო რაღაცა მედიცინო ობიექტს გავს. იცით, ძირითადად ისე მიყურებდნენ, როგორც არც მთლად ნორმალურ ადამიანს. და იმედგაცრუება გამეუფლა. შემდეგ მოვხვდი სასწრაფო დახმარების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ჩვენთან ლენინგრადში, ბიოფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ძალიან ფართო პროფილის ადამიანი, მიხეილ ნიკულინი. მან მომისმინა და მითხრა, იცით რა, მოდით ზღაპრებს ნუ მიამბობთ, ჯობია აქ დამძანდით და ეხლა შეგამოწმებთ. მათ ძალიან კარგი აპარატურა ჰქონდათ, სპეციალური მეთოდიკა არსებობდა და იყო მცდელობა, რომ წარედგინათ იგი საერთაშორისო პრემიაზე. ნუ შემომახვიეს მავთულები, აიღეს 4 პარამეტრი ჩემი ორგანიზმის, მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინ სადღაც 42-43 წლის ვიყავი, სპორტული, ძლიერი ახალგაზრდა, რაღაც პარამეტრები არ იყო წყობრში. რაღაცა აგზნებული იყო, რაღაცა დათრგუნული იყო. სამიზონა, წვანე ნორმალური, წითელი აგზნებული, ლურჯი დათრგუნული. და მითხრა, ეხლა აიღეთ თქვენი ჯოხები ხელში. დავიჭირე ხელში ცილინდრები და სადღაც მე-5-6 წუთზე ბატონ მიხეილი მობრუნდა ჩემსკენ და მეუბნება, ბატონ ვლადიმერ, თქვენ თვითონ არ გესმით რა გიკავიათ ხელში. და იწყებს ახსნას. ნახეთ, აქ იყო რაღაც ცუდად, ახლა კი თქვენი პარამეტრი მოდის ნორმალური ზონისკენ. რაღაცა მოვიდა ნორმის ფარგლებში, რაღაცა არ მოვიდა. ცით ინტერესით გამოვიკვლევდი, მაგრამ ახალი დრო, ასე თქვა, და მისახელად ციფრი, რა თანხაც ღირდა ეს კვლევები. და მე მივხვდი, რომ პროფესორად მუშაობის 20 წლის განმავლობაშიც კი ვერ მოვაგროვებდი ამ თანხას. მე მადლობა გადავუხადე და წავედი. მაგრამ ღმერთი არ ტოვებს ადამიანს არასდროს. საღამოს მეგობრებთან ერთად ვიჯექი. საუბრობდით, ვინოსვავდით. და ერთ-ერთმა მეგობარმა მკითხა, რა შვება შენი ცილინდრები, როგორ არის საქმეები? ნუ მოვუყევი ამ მეგობარს, რომ რა კვლევაზეა ლაპარაკი, ისე თანხებთან არის დაკავშირებული. მან მითხრა, მოდი ხვალ ჩემთან და მე შენ ამ თანხას მოგცემ. მე ვეუბნები, მაპატი, მაგრამ არ ვიცი, როდის მოგცემ და საერთოდ შეძლებ თუ არა მოცემას. ნუ ნერვიულობ მაგაზე, მე ბიზნესით ვარ დაკავებული და ასე და ამგვარად მან გადაარჩინა ფარაონების ცილინდრების საქმე. სადღაც 7-8 თვის მერე მივიღე დასკვნა, სახლში მაქვს, შემიძლია გამოგიგზავნოთ, მანქანაზეა დაბეჭდილი. ნიკულინის ხელმოწერით და სასწრაფო დახმარების ინსტიტუტის დირექტორს. მე და ჩემმა მეუღლემ წავიკითხეთ და გასაგები გახდა, რომ ის რეკომენდებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ნეიროტროფიკული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის, ასევე რეკომენდებულია იმუნური სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. აი რაც მახსოვს, აუცილებლად გამოგიგზავნეთ. დიახ, აუცილებლად დაგჭირდება. ასე და ამგვარად გქონდა უკვე პირველი დასკვნა, რომელიც ადასტურებდა ამას და რამდენადაც მე კიდევ მუშაობდი სამხედრო სამეცნიერო ინსტიტუტში, მეგობრები დაინტერესდნენ და დამეხმარდნენ, რომ დამატებითი კვლევა ჩამეტარებინა
ჩვენ შეგვეცვალა ზომები, შემავსებლები, დიამეტრი, შენადნობი და მე მივედი საოცარ დასკვნამდე. ძველმა მეცნიერებმა, ვინც ამას აკეთებდა, მათ ჰქონდათ ძალიან ღრმა ცოდნა, ძალიან კარგად ესმოდათ, რასაც აკეთებდნენ, იმიტომ რომ ნებისმიერი გადახრა რეკომენდებული პარამეტრიდან აუარესებდა ფარაონების ცილინდრების მუშაობას. მეტიც უკვე სადღაც 2000-იან წლებში ისე ვაანალიზებდი ამ საოცარ სიტუაციას, ამ საოცარ ობიექტს. მე ვნახე მღობის ტემპერატურა ამ სამი მეტალისა, რომელისგანაც მზადდება ფარაონების ცილინდრები, ეს არის თუთია, სპილენძი და ალუმინი. ტემპერატურა ამ მეტალების მღობისა, როდესაც ჩაწერილია ცელსიუსებში, ქმნიან გეომეტრიულ პროგრესიებს, რომლის კოეფიციენტი უდრის ოქროს კვეთას. მე არ დავუჯერე თვალებს. ვიფიქრე, რომ კალკულატორი გაფუჭდა. 10 ჯერ გადავთვალე. ყველაფერი სწორად იყო. ყოველი შემდეგი ნივთიერების მღობის ტემპერატურა იყო გამრავლებული ოქროს კვეთაზე. 1.618. ერთ შემთხვევაში ცდომილება იყო 13.000, მეორე შემთხვევაში 19.000. მე გადავხედე მენდელეევის ცხრილს და მეტი ასეთი სამეული არ არსებობს. არსებობს წყვილები, მაგრამ სამეულები არა. იცით, ეს საოცარია და იმ ადამიანებმა ეს იცოდნენ და ჩვენზე კარგად ესმოდეთ. ძალიან ბევრს ხომ არ ვლაპარაკობ. არა, რას ამბობთ, ყურადღებით გისმენ. შემდეგ ესე იგი გროვდებოდა გამოცდილება, ვიღაცამ გაიგო, ვიღაცამ მიგვიწვია, ვიღაცას უნდოდა გაკეთება. მე გადავწყვიტე და მეწერა წიგნი, აიცით, ინტერნეტშიც არის, ორჯერ გამოიცა. 2003-2006-ში ფარაონების ცილინდრის საიდუმლო. ეს წიგნი მოხდა ჩვენი ტელევიზიის RTR-ის რეჟისორის ხელში, ქალბატონი ელენე. მან წაიკითხა ეს ამ წიგნის ხელნაწერი და თქვა, რა საინტერესოა, გადავიღოთ. ვიფიქრე, რამდენი დრო დასჭირდება გადაღებას 2-3 კვირა. ფილმს ვიღებდით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მე შემიძლია მული გამოგიგზავნოთ ამ ფილმის, ეს არის 94-95 წლების ფილმი. ქალბატონმა ელენემ შემოხვედრა ბევრ ადამიანს, არაფერს არ მეუბნებოდა, არ მაფრთხილებდა, შეხვედრებს მიწყობდა ექიმებთან, გამომძიებლებთან, პარაფსიქოლოგებთან, ბიოენერგეტიკოსებთან. ის არის საინტერესო ფილმი გამოვიდა, შეგიძლიათ უყუროთ. ფილმი გამოვიდა ეკრანზე. თუ მოგწონთ ეს ეპიზოდი, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი წინა ეპიზოდები, სადაც მე დაწვრილებით საუბრობ კავკასიურ იოგას შესახებ. ასევე გთავაზობთ ნახოთ ეპიზოდები, სადაც ქალბატონი ნუნუ ქემაშვილი საუბრობს აკუპუნქტურული დიაგნოსტიკის შესახებ. ამის შემდეგ Komsomolskaya Pravdam გამოაქვეყნა დიდი სტატია და ცილინდრების და ჩემ ფოტო მოათავსა და დაიწყო შემდეგი ეტაპი. დავიწყე კითხველთა წერილების მიღება, ძალიან ბევრი. მოგვეცით რეცეპტი, რა არის, როგორ არის. და მე მეგობრებთან დავიწყე ამის განხილვა. რა ვქნათ? ყველა სოფელში ვერ გააკეთებ. ბევრი სირთულეა. ბევრს ფიქრობდით. ვამოწმებდით, ვაზუსტებდით დეტალებს. მაგალითად, მაგნიტური შემავსებლები. როგორ? მაგნიტური შემავსებლები. იქ არ იყო მითითებული ველის დაძაბულობა ერსტედებში ან სხვა ერთეულებში. ისევ მიმართეთ ნიკოლაეს ნიკულინს, რომელიც მაგნიტოთერაპიის სპეციალისტიც იყო და მან დამისახელა პარამეტრები,
მაგნიტური ველის დაძაბულობისა, რომლებიც ძალიან სასარგებლოა თანამედროვე მედიცინის თვალსაზრისით ადამიანის ორგანიზმისთვის. ეს იყო ერთადერთი კომპონენტი, რომელიც შევავსეთ ჩვენ თანამედროვე მკვლევარებმა. ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო. მეგობრები მეუბნებოდნენ, შენ თვითონ დაიწყე ამის კეთება, იმიტომ რომ ვიღაცა გააკეთებს და არასწორად გააკეთებს. ერთ სიტყვით მე დავიწყე ამის კეთება. ეს იყო 90-იანი წლების შუა. საშინელი დრო იყო, როგორც გახსოვთ, რუსეთისთვის, საქართველოსთვის და ყველა ყოფილი რესპუბლიკისთვის. რეკეტი იყო და ყველაფერი. ნახევარი წლის შემდეგ მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რა არის ეს ფარაონის ცილინდრები, ერთი წყვილი რო გაქვს. ბევრი ფული რომ გქონდეს, ბევრი საქონელი უნდა იყოს. მოდით გავაკეთოთ ეს ცილინდრები და შევავსოთ კვარცის ქვიშით, ურალის მინერალებით და კიდე რაღაცებით. მე ვეუბნები, რომ ეს არასდროს არ მოხდება. იმიტომ რომ არსებობს რეცეპტი, ის გამოკლეულია და მე სხვადასხვა არაფერს არ გავაკეთებ. მაშინ მემუქრებოდნენ კიდევაც. მომიცით, ოჯახი, ცოლი, გახსოვთ როგორი სიტუაცია იყო. მადლობა ღმერთს, რომ მყავდა მეგობრები, მეზღვაურები და იმ დროში ძალოვანი სტრუქტურები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ასეთ სიტუაციებში, ასე რომ შვიდად შემეძლო ჩემი საქმის კეთება. 96-დან დავიწყე შეკვეთების მიღება. დიდი გამოხმაურება მოხდა. ბევრმა ვინმემ გაიგო ამის შესახებ. გამოჩნდა ქალბატონი ტატიანა მეშკოვა, ექიმი ბიოენერგეტიკოსი. მან შეიმუშავა ცილინდრების გამოყენების მეთოდიკა, როგორც ექიმმა ბიოენერგეტიკოსმა. ეს ძალიან საინტერესო თემა იყო. საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანი იღებდა ამ საგნებს ხელში, ფარაონის პოზაში, თავს ცუდად გრძნობდა, ან თავბრუ ესხმოდა, ან გულისცემა უძლიერდებოდა, ან მოტეხილობის ადგილას დგიოდა ძვლები. და ეშინოდა, აპარატურა აჩვენებდა, რომ კარგად არის და ადამიანი კიდევ ცუდად გრძნობდა თავს. აღმოჩნდა, რომ ეს პოზა არის ძალიან ძლიერი, ეს არის ჯანმრთელი ადამიანის პოზა. თუ ადამიანს არც ისეთი კარგი მდგომარეობა აქვს, დასუსტებული აქვს იმუნიტეტი, დასუსტებული აქვს სისტემების ფუნქციონირება, მაშინ ცილინდრები შოკურზე მოქმედებას ახდენს. და ქალბატონმა ტატიანამ შეიმუშავა მეთოდიკა პერიფერიაზე ცილინდრების გამოყენებისა. როდესაც იწყებ არა ფარაონის პოზიდან, არამედ ხელზე და ფეხზე იდებ ამ ცილინდრებს. უდუსოზე და კეპის ძვლებზე და ხდება რბილიზე მოქმედება. არ ხდება ესეთი ძლიერი დარტყმა ორგანოებზე, რომლებიც ამ ხაზზე მდებარეობს, გული, ფილტვები და ასე ნელა-ნელა გავედით ბოლოსკენ. სადღაც მე-4-მე-5 წელი იყო, გონი 2004 თუ 5, ჩვენ ერთმა ქალმა მოსკოვიდან შეგვიკეთა ცილინდრების კომპლექტი. დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ ის დაგვიკავშირდა, აღმოჩნდა, რომ ის არის სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი და აქვს ძალიან ძლიერი აპარატურა. ნატალია ტიმოხინა. დიახ, ტიმოხინა. მან დამოუკიდებელი კვლევები ჩაატარა და გადმოგვიგზავნა ამ კვლევების შედეგები. ჩვენ რა თქმა უნდა გავოცდით, იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო. დავკითხეთ მას ხოვეთ ნებართვა, რომ ცილინდრების ინსტრუქციაში გვეხსენებინა, მითითება გაგვეკეთებინა მის კვლევაზე. მან გითხრა, რა თქმა უნდა, კი ბატონო და მას შემდეგ ასე არის. მე გადმოგიგზავნით მთელი ინფორმაციას. უკაცრავად შეგაწყვეტინეთ, ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ზემოქმედება ვაკონტროლოთ გარკვეული მეთოდიკით, კომპიუტერული სისტემით. ჩვენთვის ეს ძალიან ძვირფასი ინფორმაცია იქნება.
იმისთვის რომ თავიდან არ დავიწყოთ დროტყვილად არ დავკარგოთ ხომ გესმით მაგრამ ის რომ ყველასთვის არ შეიძლება მათი დაჭერა კლასიკურ ფორმაში როგორც თქვენ აღნიშნეთ ჩვენც დავადგინეთ იმიტომ რომ გიორგისაც ხომ აქვს ცილინდრები და ჩვენ პატარა ცდები უკვე ჩავატარეთ ჩვენ გვაქვს კარგი მეთოდიკა რომლის საშუალებითაც ვუყურებთ როგორ იცვლება ენერგეტიკა ანუ ეს არის ნაკატატის მეთოდი ფუნქციონალური დიაგნოსტიკა კომპიუტერული რომელიც იძლევა ერთიან სისტემას როგორ ხდება ეს ზემოქმედება და კორეგირება ამიტომ ჩვენ მშვენივრად ვხედავთ შედეგს აი გუშინ ჩვენ გვქონდა დემონსტრაცია და მანამდეც და აი ეს გარკვეული კანონზომიერება რომელიც თქვენ აღნიშნეთ პაციენტის შედეგებისა აი ამის მიხედვით როგორი რეკომენდაციები მივცეთ პაციენტს რომ როგორ გამოიყენოს ცილინდრები обследуемого пациента, когда уже результат будет, какие рекомендации дать, как использовать потом в конкретных случаях цилиндры. ეს იქნება რა თქმა უნდა შესანიშნავი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ უნდო ადამიანს აქვს აპარატურა, სხვადასხვა ქვეყანაში ისინი იღებდნენ ცილინდრებს, იკვლევდნენ და ადასტურებდნენ და რაღაც ახალ ასპექტებს პოულობდნენ. მე გიამბობთ რომ რაღაცას ის ხალხი რომელიც მემუქრებოდა 90-იან წლებში ისინი დაკავდნენ თავისი საკუთარი ობიექტებით წარმოებით. დიახ, გავიგე ამის შესახებ. მხოლოდ რუსეთში, პეტერბურგში 40-ნაირი მოდიფიკაცია ეს არის ძალის კვერთხები, გორის კვერთხები, ისიდის კვერთხები, კონტის კვერთხები, რითი აღარ ავსებენ. მაგალითად მან არიციან როგორ დაამზადონ შენადნობი და ეს არ არის უბრალო საქმე და ამატებენ ტყვიას. წარმოიდგინეთ ის ხომ შხამიანია. თქვენ ალბათ იცით განათლებული ხალხი ბრძანდებით რომ მოსკოვის კრემლში შუა საუკუნეებში წყალსადენი მილები იყო ტყვის უმრავლესობა იმ ადამიანებისა რომლებიც ამით სარგებლობდნენ ძალიან ხშირად ავადობდნენ. როცა გამოიკვლიეს მათი ნაშთები, აღმოჩნდა იქ ტყვის კვალი. წარმოგიდგენიათ რა საშინელებაა, მაგრამ ამას ვერაფერს ვერ უშველი. ეს პირველი არასასიამოვნო მომენტი. ეხლა რაც შეეხება ჩემი საკუთარი ოჯახის გამოცდილებას. გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩემს მეუღლეს ჰქონდა ბრონქიალური ასთმა. იგი აღრიცხვაზე იყო პულმონოლოგიის სამეცნიერო სასწავლო ლაბორატორიაში აქ ლენინგრადში და უფასოდ იღებდა სწავლებს. ყოველ ღამე ჰქონდა ეს ასთმური შეტევები, პულვერიზატორი ჰქონდა ბალიშის ქვეშ, წარმოიდგინეთ დილის 4-5 საათზე იხვიძებ და შენი საყვარელი ადამიანი იგულდება. საშინელი სიტუაცია. родной тебе человек рядом задыхается. Страшная ситуация. При этом были цилиндры. Цилиндрები ჰქონდა უკვე იმ დროს ჯერ არ ჰქონდა სამედიცინო დასკვნა და როდესაც მივიღეთ ასეთი დასკვნა, ჩემმა ცოლმა დაიწყო ამ ცილინდრების ხელში დააჭერა და წარმოიდგინეთ ერთი თვის შემდეგ აღარ ჰქონდა შეტევები. უკვე 30 წელი გავიდა. Больше 30 лет ни одного вообще. ასეთი შემთხვევები იყო 5 თუ 6. Такой как чудо. Вот я советовался врачами, они დაველაპარაკე ექიმებს და მათ თქვეს რომ ამ ცილინდრებმა გამოასწორეს სიტუაცია. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ასე არ ხდებოდა. მაგალითად, თუ ასთმის მიზეზი იყო ნახშირის მტვერი ფილტრებში ან მავნე ნივთიერებებთან მუშაობა. ცილინდრებს შეუძლიათ შემსუბუქება, მაგრამ დეტოქსიკაცია არ ხდება. ასეთ შემთხვევებში შეიძლება იყოს კიდე მძიმე მეტალების იონები გაიჭედოს ბრონქიალურ სისტემაში. კიდევ ერთი მომენტი. არ მიიღოთ ეს როგორც ჩემი თვითრეკლამა. ეს არის უბრალოდ ჩემი გამოცდილება. ბევრმა ბიოენერგეტიკოსმა მითხრა, რომ ჩემი ცილინდრები აქტიურებენ ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს.
მე ეს ჩემ თავზე გამოვცადე. მე ბავშვობიდან ვხატავდი და აქ მეტი დრო მქონდა და დავიწყე აქტიურად ხატვა. ამის შედეგად, ესე იგი, ორი გამოფენა მქონდა საზღვარგარეთ, კრაკოვში და ვარშავაში, ჩემი ფერწერის და 4 გამოფენა ნიკოლაი რერიხის მუზეუმში. დავწერე რამდენიმე წიგნი. ერთ წიგნზე იცით, ერთ წიგნზე 15 წელი ვიმუშავე. ეს რომელიც ჩინეთის შესახებ არის, ბატონ ვლადიმერ, მე წავიკითხე, შესანიშნავი წიგნია. თქვენ მაჩუქეთ, გახსოვთ, მოსკოვში, როდესაც ცილინდრებს იკვეთავდით. დიახ. შეგიძლიათ მომილოცოთ 23 წელს ამ წიგნისთვის გავხდი ეროვნული ლიტერატურული პრემიის რუსეთის ოქროს კალმის ლაურეატი. გილოცავთ. მე ვგრძნობდი, რომ მრავალი მიმართულებით იყო დიდი პოტენციალი. მე რა თქმა უნდა მაინტერესებს ისტორია, მათ შორის საქართველოს ისტორიით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. ბევრი წამიკითხია კონსტანტინე გამსახურდიასი, დიდი სიამოვნებით და ჩვენთან ინგლისურს ასწავლიდა მისი ვაჟი სვიად გამსახურდია. ინგლისურს ასწავლიდა და გულს უწყალებდი ხოლმე, ძალიან მაინტერესებდა. როგორ დაწერა, ვეკითხებოდი თქვენმა მამამ ეს წიგნი, როგორ დაწერა სვეტი ცხოველის შესახებ და რატომ ასე. იცით, ის ისეთი ადამიანი იყო, რომელიც არასდროს არ იღიმებოდა, მკაცრი იყო, მაგრამ ეტყობოდა, რომ სიამოვნება მოსწონდა, რომ მამამისის წიგნებით ვიყავი დაინტერესებული. სიამოვნებით პასუხობდა ჩემს კითხვებს. ვგრძნობ, რომ ცილინდრები დამეხმარა ამ პოტენციალის გახსნაში, ძალიან დამეხმარა. ყოველი ადამიანი, ვინც მათ ხელში იღებს, ცილინდრები აეწყობა ადამიანზე. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. На человека. Вот это очень интересный момент. Не настраиваются. Это говорили мне многие. ეს ბევრმა მითხრა, არც კი ვიცი, როგორ ავხსნათ ეს სამეცნიერო თვალსაზრისით. საქმე იმაშია, რომ როდესაც თქვენ ცილინდრებს სხვა ადამიანი დაიჭერს, ერთი კვირის განმავლობაში ვთქვათ, აიღებ და გრძნობ, რომ რაღაცა ისე არ არის, ანუ გადაეწყო. ეს გამოუცნობი ძალიან საინტერესო მომენტია. Вот в Австрии, в Вене, там много лет 5 назад сказалась женщина. ავსტრიაში ვენიდან დამიკავშირდა 5 წლის წინ ერთი ქალბატონი პროფესორი ნოემი კიპკე. ის ხელმძღვანელობს ჯგუფს, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტში იკვლევს პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს. მაღალი ინტელექტუალური რანგის ადამიანია, ფილოსოფიური მეცნიერებათა დოქტორი. უბრალოდ შოკში იყო ამ ცილინდრებისგან. მან ბევრი საინტერესო და ახალი რამ მიამბო. ჩემზე ბევრად უფროსია, იმე თუ 77 წლის ვარ, ალბათ სადღაც 90-მდე იქნება და განაგრძობს მუშაობას და კვლევას. აი ესეთი ამბები, ამი ალბათ ძალიან ბევრს საუბრობ და თუ კითხვები გაქვთ, მზად ვარ გიპასუხოთ. დიახ, დაგვიგროვდა კითხვები. ბატონ ვლადიმერ, აი ეს რვეული, რომელიც თქვენ იპოვეთ, რა ერქვა იმ რველს? მას ერქვა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლო. ერთი მომენტი, იცით რა, მე არ მიპოვნია, ჩემმა მეგობარმა იპოვა, რუსლან დაბრავოლსკიმ და მას ერქვა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლო. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მას შემდეგ რაც პეტერბურგში გამოვიდა ფილმი, მე აღმოვაჩინე წიგნი კავკასიური იოგა. იცით ხო, იცნობთ ამ წიგნს? დიახ. პრაქტიკულად იგივე მეორდება. არ ვიცი, რაც შეეხება სხვა რეცეპტებს, მაგრამ რაც შეეხება ცილინდრებს, თითქმის იგივეა. ვალევსკი არ ახსენებს რაღაცებს, მაგრამ მთლიანობაში ერთი და იგივეა. ანუ И что-то еще каких-то сказ не плакал. Но в целом примерно одно и то же. То есть этот человек, как я понимаю,
Я в Польше пытался, я бывал не в Польше. პოლონეთში ხშირად ვიყავი ხოლმე, მეპატიჟებოდნენ, სანამ კარგი იყო ურთიერთობები და ხშირად ვეკითხებოდი პოლონელ ბიოენერგეტიკოსებს, რა იცით კოლონე ვალევსკის შესახებ? ნუ პირველ რიგში ეს თავადური გვარია. და მის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, გარდა იმისა, რომ ცხოვრობდა ამერიკაში. აი ესეთი ამბებია. Но лично о нем они ничего не знают, кроме того, что он, скорее всего, жил в Америке. ისტორიაში კიდე ბევრი ამოუცნობი რამ არის. Имеет много загадок своих. ეს რვეული ვალევსკის იყო, ხო? ამ ხელნაწერის ავტორიც ვალევსკი იყო, რომელიც თქვენმა მეგობარმა იპოვა? არა, იქ არაფერი არ ეწერა. საერთოდ იქ ეწერა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოს შესახებ. იყო გადაწერილი რუსულ ენაზე, ორთოგრაფიული გარდატეხის პერიოდში, მე-20 საუკუნეში. და ეს ხელნაწერი თბილისში იპოვეთ, ხო? დიახ, თბილისში, სადღაც საბურთალოზე. გასაგებია. ანუ რაც კონტ ვალევსკი აღწერს და გვაძლევს გარკვეულ ინფორმაციას ცილინდრების შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა, ხო? რა თქმა უნდა, ანუ მთელი ეს ინფორმაცია იყო საქართველოში. მეტიც, მე ვესაუბრებოდი ძალიან ხანდაზმულ ადამიანს, თბილისის მაცხოვრებელს, ქართველი იყო, მან მითხრა, იცით, სულ ახალგაზრდა ვიყავი, ჯერ კიდე მეფის დროს, რევოლუციამდე, უკვე 90-ს მიტანებული იყო. ერთ-ერთ ჟურნალში რუსულად რაღაც წავიკითხე. მე ვეუბნებოდი, გაიხსენეთ და ბიბლიოთეკაში ვიპოვნითო. ვერ ვიხსენებ, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი წამიკითხიაო და ყოველთვის მაინტერესებდა. რატომ მაინც და მაინც საქართველოში მოხდა ეს ინფორმაცია? შემთხვევითობა პრაქტიკულად არ არსებობს. თქვენი აზრით, როგორ მოხდა საქართველოში? კითხულობდი წყაროებს და ვიყიდე ჰეროდოტეს ისტორია. ჰეროდოტე წერს, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1200 წელს ფარაონი რამზეს მეორე დიდი ლაშქრობით წამოვიდა ეგეოსიდან შავი ზღვის გავლით კოლხეთში. Совершил поход к берегам Олта-Эпсинского, Черного моря, Колхиду. და ისე მოეწონა ეს ადგილები, რომ იქ დაასახლა თავისი მეომრების დიდი რაზმი. და მაშინ ჩემთვის ბევრი რამ გახდა გასაგები. რა თქმა უნდა, მეომრებთან ერთად ქურუმებიც დარჩებოდნენ. ქურუმები, ადამიანები, რომლებსაც დიდი ცოდნა გააჩნდათ. სხვათა შორის ძალიან ბევრი სიტყვა ადგილობრივ ილოზე, აფხაზეთში, კოლხიდაში არის ეგვიპტური წარმოშობის. მაგალითად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოდის მდინარე ხაშუბსა. ამ ჟღერადობაში გესმით ჰატშეპსუტი. დედოფალი ჰატშეპსუტი. განაბუნებრივი არ იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახალ ადგილას დასახლდნენ, რომ სახელწოდებები მიეცათ მდინარეებისთვის, მთებისთვის, გამოჩენილი ადამიანების მიხედვით. საოცარია, ხო? ამის შესახებ წერს ჰეროდოტე. ამიტომ ჩემსიც სრულიად გასაგებია თუ რანაირად მოხვდა ცილინდრების საიდუმლო საქართველოში. თქვენი ლოგიკური დასკვნიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიტანოთ ასეთი დასკვნა, რომ კავკასიური იოგა შეიძლება არც მთლად კავკასიური წარმოშობის იყოს, არამედ ჩამოტანილი იყოს ეგვიპტიდან, ეგვიპტელების მიერ, რომელმაც შესაძლო იყო მოიტანეს ეს ცოდნა კავკასიაში. მე მგონია, რომ მხოლოდ ფარაონების ცილინდრებთან მიმართებაში იქნებით მართალი და დანარჩენი
მეტი ალბათობით არის სინთეზური ცოდნა, ეს არის ეზიდების, სპარსელების, ადგილობრივი ქართველი მეცნიერების ცოდნა, რომლებიც ასევე კვლევებს აწარმოებდნენ. მე შესანიშნავად ვიცი, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში 4 აკადემია იყო მსოფლიოში და 2 იყო საქართველოში. დიახ, ეს არ არის შემთხვევითობა. შემთხვევით აკადემიას არ აარსებენ. ანუ როგორი მკვლევარები, მოაზროვნეები არსებობდნენ. ბედნიერება მქონდა მე რომ ასპირანტურაში ასეთ ადამიანებთან ვსწავლობდი, კონტაქტი მქონდა ელეფტერ ანდრონიკაშვილთან, სოფლიოში ცნობილი მეცნიერია, ვინ იყო კიდევ ხუციშვილი, სანაძე, აკადემიკოსი, სოფლიოს ფიზიკოს ექსპერიმენტატორებს საუკეთესო მეცნიერებს შორის იყო დასახელებული. მე მქონდა კონტაქტი ფიზიკის ინსტიტუტთან, უნივერსიტეტებთან. ძალიან ნიჭიერი და გონება გახსნილი ადამიანების თაობა იყო. უნდა გითხრათ, რომ მე საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან ბედმა გამიღიმა. მეგობრობდი ჯოვანი ვეფხვაძესთან. სამწუხაროდ გარდაიცვალა და მის მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ვაგრძელებ მეგობრობას. იგი ამ ცოტა ხნის წინ გახდა მხატვარი ჰიპერრეალისტების საერთაშორისო აკადემიის ლაურეატი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ საჩუქრად გამომიგზავნეს ფოტოალბომი. ასე რომ საბედნიეროდ დღეს გვაქვს ასეთი ბედნიერება, ისეთ შესანიშნავ მეცნიერთან ვსაუბრობთ, როგორც თქვენ გძანდებით. დიდი მადლობა, მაგრამ ერთი რამ მაპატიეთ, რომ თქვენთან ქართულ ენაზე არ ვსაუბრობ. არის ერთი მომენტი, ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო. ღმერთმა არ მომცა ენების ნიჭი, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, მე ვცხოვრობდი საქართველოში, ბევრი რამ მესმოდა, რაღაცის ლაპარაკით შემეძლო. აი, ინგლისურიც, რომელიც ძალიან საჭიროა ფიზიკოსი, თეორეტიკოსისთვის, მხოლოდ ტექნიკური ტერმინები ვიცი. ასე ხდება ხოლმე. არა უშავს ხდება ხოლმე. აი, ასეთი კითხვა, ბატონო ვლადიმერ, შეიძლებოდა, რომ კავკასიურ იოგას ფესვები ჩრდილოკავკასიაში ქონდეს. თუ ეს ამიერკავკასიისთვის არის დამახასიათებელი. რაღაც 8 წლის წინ ურთიერთობა მქონდა ერთ ადამიანთან, ჩრდილოეთ კავკასიელთან, მუსულმანია ეს ადამიანი, თუმცა მართლმადიდებლურ რესპუბლიკაში ცხოვრობს, ვერ გეტყვით რა ეროვნების, შემიძლია ვნახო მიწერ-მოწერა და დავაზუსტო. მას ძალიან უნდა მიიღწია განდობილის დონისთვის. რაღაცა სიტყვა, რასაც მუსულმანები ეძახიან ეს მაღალდონეს ვერ ვიხსენებ. ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით. მას ძალიან ყურადღებით ჰქონდა შესწავლილი თავისი ხალხის ისტორია და მისგან ვერ მივიღე ვერაფერი ინფორმაცია კავკასიური იოგის შესახებ. ასეთი ინფორმაცია რო ყოფილიყო, მე ვფიქრობ ის მე მეტყო და აუცილებლად. დიდი მადლობა. ესე ძალიან საინტერესო ინფორმაცია და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა როგორც მედიკოსებისთვის. განმეორებით გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ვაკონტროლოთ ის თუ როგორ მუშაობს ეს ცილინდრები და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ დავინახეთ დადებითი ზემოქმედება ფარავნების ცილინდრებისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, ასე ვთქვათ, რომ თქვენი საშუალებით დავაბრუნოთ საქართველოში ქართველების ამ მეთოდით განკურნების მეთოდი.
მე რა თქმა უნდა მივესალმები ამას და ძალიან მოხარული ვიქნები ესე რომ ვითანამშრომლებთ და გავუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას ასეთი გუნდი ჩამოგვიყალიბ და ერთად მუშაობთ სად არის ეს თბილისში ტერიტორიულად ეს დიღომის მასივში ლიუბლიანას ქუჩაზე ბევრი სამედიცინო ცენტრია და ჩვენც გვაქვს კერძო ცენტრი კლინიკა და ჩვენც რაღაცა ვიცით და შეგვიძლია და შეგვიძლია გაგიზიაროთ ჩვენი ცდების შედეგები თუ დაგაინტერესებთ. რა თქმა უნდა, საინტერესო კი არა, შესანიშნავი იქნება. მადლობა ბატონ ვლადიმერ საინტერესო ინტერვიუსთვის. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.